სახელითა მამისა და ძისად და სულისაწმინდისად ქრისტიანობის უნიკალურობაზე ხშირად აქცენტს ვაკეთებთ, მივანიშნებთ. ვამბობთ, რომ ადამიანებს, რომელთა გულზეც ღმერთი არ არის შენახები, ქრისტიანობის გაგება, ქრისტეს ღმერთად შემეცნება, ქრისტიანულ მისტიკაში წვდომა არ ძალუძს. ამიტომ ყოველი ადამიანი, რომელსაც ქრისტეს ღმერთობის არ სჯერა და არ სწამს, მასთან ყოველგვარი სიტყვა უძლურია, თუ მის გულს ღმერთი არ შეეხო. ეს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს ქრისტიანობას იმდენად, რომ ზოგიერთი ღვთისმეტყველი და მეც ვიზიარებ ამას, თუ ყველა სარწმუნოებრივი და რელიგიური ცხოვრება, ზოგადად ადამიანი რელიგიური არსებაა და თუ ამრავი რელიგია არსებობს სამყაროში, ქრისტიანობა მაშინ არ არის რელიგია. იმ გაგებით, რა გაგებითაც სხვა ყველა დანარჩენი რელიგიაა. ამიტომაც იგი ქრისტიანობა უსასრულოდ განსხვავდება ყველა რელიგიისგან, ღვთისმეტყველებაშიც კი, მაგრამ მისტიკაში ხო საერთოდ წვდომა ადამიანს, რომელს გულსაც ღმერთი არ შეხებია, ის მისტიკაში და ღვთისმეტყველებაში წვდომაც კი ადამიანს თავისთავად თავისი მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით არ შეუძლია. იმასაც ვამბობთ ხშირად, რომ ჩვენ ქრისტეს უნდა ვიცნობდეთ და ესეც და ღმერთის ვიცნობელობა, როგორც ასეთი ღმერთის ცნობელობა ეს არის საკუთრივ ქრისტიანობის მონოპოვარი ან ქრისტიანობის მიერ, ქრისტეს მიერ მოტანილი ეს ნიჭი, რომელიც არც ერთ რელიგიაში ასევე არ არის. აი ცნობელობა ტრანსცენდენტული შემოქმედისა, რომლის გარეშეც, ანუ ეს ცნობელობა, რომლის გარეშეც ის მთავარი მცნებები, ასე რომ ვთქვათ, ანუ ღვთისნება, რომელშიც გამჟღავნდა. ის თავარი ცნებები ვერ შესრულდება ის, რომ ვიცნობდეთ მას და გვიცნობდეს როგორც პიროვნებას და ვერ შესრულდება ის, რომ გვიყვარდეს ღმერთი, იმიტომ რომ ვისაც არ იცნობ, იმას როგორ შეიყვარებ. ასე რომ სირთულეები არსებობს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს სირთულე თავისთავად დაუძლევადია, თუ ადამიანის გულს ღმერთი არ შეეხო, მაგრამ თუ ადამიანის გულს ღმერთი შეეხო, მაშინ ეს სირთულე ღმერთის მიერ დაძლევადია. გარდა ამისა, როდესაც ღმერთი მოვიდა ადამიანად და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა მისი მცნობელობისა, მის და მიერთგულებისა, მიბაძვისა და მიმსგავსებისა, ამ ყველაფერში გულისხმება ისიც, რომ ჩვენ და ქრისტე ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირად ვაზროვნებთ. ხო, ცოტა უხერხულიც გია, ხო, ამაზე საუბარი, იმიტომ რომ სამყაროს შემოქმედისნაირად ფიქრობ, აზროვნებ, რას ნიშნავს ეს. მაგრამ ეს ასეა ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ მისი ხატი და მსგავსნი ვართ, ეს ხატება და მსგავსება უნდა რეალიზდეს, ეს არის ცხონება. ჩვენ თუ ცხონდით, რომ გარდავიცვლებით და წარვდგებით ღვთის წინაშე, ვნახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორც იესო ქრისტეა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენში უნდა იყოს სული ქრისტესი და ეს ნიშნავს, რომ საღვთო მადლი, რომელიც სულიწმინდა ღმერთის მიერ მოგვეცა, რომელიც იმიტომ მოგვეცა, რომ ღმერთი გაანკაცდა და ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, რომელიც სრულად განიღმრთო, განღვთობის სისრულეში შევიდა ამაღლების მერე და ადამიანური ბუნება პოტენციაში დამტევნი გახდა იმისა, რომ მასში ყოფილიყო საღვთო მადლი. იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ღმერთს გონება მიუწვდომლად შეუერთდა ქრისტეში. მაგრამ რადგან ამ ბუნებას ჩვენ გვაძლევს და გვანიჭებს დაუმსახურებლად, ამიტომ ჩვენ ბუნებასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენში დამკვიდრდეს სულიწმინდა ღმერთი, არა როგორც თანაარსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ღმერთნი არა ვართ, არამედ მადლით. ჩვენში მადლის მიერ დამკვიდრდება რა სულიწმინდა ღმერთი, ეს ნიშნავს იმას, რაც მე პავლე მოციქული იტყვის, რომ ჩვენ სული ქრისტესი გვაქვს. და იქვე ამბობს მე, რომ ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი მისი, ანუ ქრისტესი არ არის. და რადგან ჩვენში არის სული ქრისტესი, ამიტომ ჩვენ შვილება უნდა მივიღოთ, ხო, აი ღმერთის შვილნი გავხდეთ. შვილებაც სწორედ მადლის მიერ ხდება, და ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ლოცულობ და ვეუბნები მას, მამას, ეს სიტყვები თუ არსით დატვირთულია, ხო, თუთიყუშივით კი არ ვამბობ და მექანიკურად, მართლა როგორც შვილი ვამბობ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მარტო არა ვარ, ჩემში მადლია, რომელიც საღვთო მადლი, რომელიც ესე
პედაგოგის როლს ასრულებს, ჩაჭიდული ვყავარ ესე და მეუბნება, აბა, მამა, ერთად თქვათ მამა, აი დედა რო ბავშვს სიარულს ასწავლის. და პავლე ესე ამბობს, მე კი არ ვამბობ აბა, მამაო, არამედ ჩემში არსებული სული ამბობს, აბა, მამაო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე მხოლოდ ღმერთთან ერთად ხდები ღმერთის შვილი და ღმერთის გარეშე მე ღმერთი ვერ ვიქნები. აი რაღაც ესეთი საიდუმლო მისტიკური კავშირია ადამიანსა და ღმერთს შორის და ასევე პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ ისეთივე აზროვნება გვაქვს, როგორც ქრისტეს და აქედან გამომდინარე ვამბობთ ხოლმე, რომ სამყაროს ქრისტეს თვალებით უყურებთ, იმიტომ რომ თუ იგივე სულია ჩვენში, რომელმა სულმაც, როგორც იგივე პავლე ამბობს, ქრისტეს ადამიანური ბუნება აღადგინა მკვდრეთით, თუ ჩვენშიც იგივე სულია, თუ ჩვენ იგივე აზრი გვაქვს, რაც ქრისტეს აქვს, იმიტომ სხვანაირად როგორ იქნება თუ ჩვენში იგივე სულია, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ სამყაროს უნდა უყურებდეთ ისე, როგორც ქრისტე უყურებდა. ესვის ამიტომ ამბობს უფალი, რომ თავის მოწაფეებზე, ანუ ჩვენზე, რომ თქვენ ისეთ რამეს გააკეთებთ, რაც მეც არ გამიკეთებია. გან ამიტომ რომ არ შეეძლო. ქრისტე აკეთებს იმას, რაც საჭიროა. და ჩვენს გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა და თუ საჭირო იქნება, უფრო მეტის გაკეთება, ჩვენ უფრო მეტსაც გავაკეთებთ. აი ამ გაგებით ამბობს, რომ იმაზე მეც გააკეთებთ, ვიდრე თქვათ მე გამიკეთებია და სხვათა შორის ეს სახარებაში გარკვეულ ადგილებში ჩანს. აი მაგალითად, როდესაც პეტრე მოციქული გაივლის და ჩრდილი მოხდება დავრდომლის. მზის ჩრდილი. და წამოდგება ჩრდილი, რა არის ჩრდილი, ხო? ანუ იმდენად მადლმოსილი ხდება ადამიანი. ეს მარტო პეტრეს რა თქმა უნდა არ ეხება, უფალმა ერთხელ აჩვენა ფერიცვალების დღესასწაული, რასაც აღნიშნავს. ის ღმერთია, მასში ღმერთი არასწორია ქრისტესთან დაკავშირებით. ადამიანთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანში შეიძლება იყოს ღმერთი, მაგრამ ქრისტესთან დაკავშირებით არ შეიძლება ამის თქმა. ქრისტე პერსონალურად თავად არის ღმერთი. და აი ეს ღვთაებრიობა გამოსჭვივის, გამოჩნდა მისი ადამიანური ბუნებიდან ერთხელ ჩათვალა მათ საჭიროდ. ისიც მოციქულებს უთხრა, რომ არავის არ უთხრათ. ამ ეტაპზე ეს არ არის საჭირო ამის ცოდნა. ის სამი მოციქული გააძლიერა გარკვეული მიზეზით და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან სიღრმისეული თემა, რატომ აინდა ეს სამი მოციქული. მაგრამ გრიგოლ ხანძთელი, რა თითქმის ყველა ლოცვის დროს ბრძვიალებდა საღვთო მადლით და ნათლით. აი, ესეც ერთ-ერთი მაგალითი. და ამიტომაც დიახაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ ქრისტეს თვალებით არ უყურებთ სამყაროს და პირველ რიგში ეს მოყვას ეხება, რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენში საღვთო მადლის სერიოზული დეფიციტია. ამიტომაც იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, გვესმოდეს კიდევაც ქრისტიანული ღვთისმეტყველება და განვიცდიდეთ კიდევაც მას და შესაბამისად ცხოვრობდეთ და ჩვენში საღვთო მადლი იყოს და სული ქრისტესი გქონდეს და გონება ქრისტესი. ამისათვის ჩვენ ქრისტიანობას უბრალოდ ესე ინტელექტუალურად ან გარეგანი რელიგიურობით კი ვერ ჩავწვდებით, არამედ საიდუმლოებრივად. ხო შემთხვევით ხო არ არის მონათლას საიდუმლოება ქვია, გირონცხებას საიდუმლოება ქვია, ზიარებას საიდუმლოება ქვია, სინანულს ახსარებას საიდუმლოება ქვია, ცოლქმრობასაც კი საიდუმლოება ქვია. გესმით? საიდუმლო, მისტიკა, ანუ საიდუმლო არა იმიტომ რომ ღმერთი გიმალავს რამეს, არამედ ღმერთთან ურთიერთობაა ეს, რომელიც ხილული თვალისათვის დასანახავი არ არის. მისტიკური მხარე აქვს ამას. ამიტომ ქვია საიდუმლოება. ამიტომაც ჩვენ ხშირად თორსა ვკითხულობთ წმინდა წერილს, აი ამ რასაც ახლა მე თქვენ გესაუბრებოდეთ, ეს კარგად ჩანს წმინდა წერილის სიტყვებში, აი დღევანდელ საკითხავშიც, როცა კითხულობდით პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს. აი ესე ამბობს პავლე მოციქული, ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება და პავლე მოციქული გამოცდილებიდან საუბრობს. გამოცდილებიდან. რა გამოცდილებიდან? ის შეხვდა იესო ქრისტეს. მისი ცხოვრება ამოტრიალდა, ასე შეიძლება ვთქვა. და მან მიიღო გამოცდილება, ის გამოცდილება, რა გამოცდილებაც ჰქონდათ მოციქულებს, როცა უშუალოდ ჰქონდათ ურთიერთობა ქრისტესთან. პავლე იცით, რომ ქრისტეს ესე ხორციელად არ იცნობდა და შეხვდა, ანუ როცა ქრისტე მას ეცხადება. და ამიტომ პავლე მოციქული ნახეთ როგორ ამბობს, ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამარჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავს, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა. აი ნახეთ რა, აი ეს არგუმენტირებულად კი არ ამბობს, რა. იცი რა, კი არ ამტკიცებს, რომ ეს არის ასე. თუმცა ესეც შეუულია პავლე მოციქულს. ჩვენ წმინდა წერილში ნანახი გვაქვს, რომ პავლე მოციქულს ასეც შეუულია. ეს წერია წმინდა წერილში. გესმით?
ანუ ამის ვარყოფა კი არ ხდება რომ რაღაცები დაუმტკიცო ადამიანს, მაგრამ უფრო მეტად პავლე მოციქული კონტექსტში ჩანს რომ ვის უჩვენებს ამას, ვინც რწმენასთან ახლოს მოვიდა, გზნო უფლის შეხება, რაღაც აი ესეთ ადამიანს რომელსაც შეუძლია უკვე მოსმენა, ინტერესი აქვს, ცხოველს ყოფილი ინტერესი აქვს, გესმით, იმიტომ რომ რაღაც ახლოს დგანან, უკვე ზღვარზე დგანან. მაგრამ ძირითადად ის ლოგიკურად კი არ ამტკიცებს, არამედ ის სული და ძალა, ანუ ენერგია, ანუ მადლი, რაც მიიღო, მას უნდა რომ სიტყვაში ეს სული და ეს ძალა ჩადოს და ეს გადმოგცეთ. ამიტომაც არის, რომ ხშირად ვამბობ, წმინდა წერილი ამოუწურავია, ვერასოდეს მას ვერ ამოწურავ, თუ შენც ასევე სულითა და ძალით ცდილობ მის გაგებას, ანუ საღვთო ენერგიით და არა რაღაც ზედაპირულად მხოლოდ ინტელექტუალური აპარატით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეს. ვერასოდეს ვერ ამოწურავთ. იმიტომ რაც არ უნდა გაიგოთ ერთ დღეს რაც არ უნდა გაიგოთ, ხვალ იმაზე მეც გაიგებთ. ზეგ იმაზე მეც გაიგებთ, იმიტომ რომ სიტყვებში წმინდა წერილისა არის სული და ძალა ღვთისა. და აი ამ სული და ძალით, აი ასე ამბობს, ცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა ჩემს სიტყვებში. ასე ამბობს პავლე მოციქული. რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით, არამედ ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა. აი ეს გადაცემა საღვთო მადლის, ამიტომ უშუალო მემკვიდრეობას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ეს 70-იანი წლების თავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ დავკარგეთ კავშირი სოფლიო ეკლესიის იმ ნაწილთან, რომელშიც არ იყო წყვეტა და ამიტომაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ათონის წმინდა მთასთან ურთიერთობა, იმ სამყაროსთან, სადაც არის ადგილები და მონასტრები, სადაც არასოდეს გაწყვეტილა აი ეს ტრადიციული გარდაცემა მადლისა, როცა მოძღვრიდან შვილზე სიტყვით გადადიოდა სული და ძალა ღვთისა. სიტყვით გადადიოდა სული და ძალა ღვთისა. აი ამას ამბობს, რომ აი ასე და ეს გარდამოცემა გრძელდება, არ გაწყვეტილა. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეს. ხოლო სიბრძნეს რაც შეეხება, საღვთო სიბრძნე უკვე უმაღლეს ღვთისმეტყველებაში შეზავებული, ჩვენ ვქადაგებთ სულიერთა მოწიფულთა შორის. ანუ ის რომ გაიგო ეს ყველაფერი, ოღონ მარტო ინტუიციის დონეზე კი არა და აღთქვა, რა კარგია და ქრისტე ღმერთი ყოფილა და მოხვიდე, არამედ მის სიღრმეებს ჩაწვდე, ხო? და ესე იგი შენ თვითონაც ასე დაბრძენდე, მოდი ესე ვთქვათ, ამას ჭირდება შენი მხრიდან საკუთარ თავზე მუშაობა, რომ სულიერად მოწიფული გახდე, ანუ გაიზარდო, არ დარჩე ჩვილი, არ დარჩე ბავშვი, ერთი ადგილი არ ტკეპნო. მაგრამ არა ამ ქვეყნიურსა და ამ ქვეყნის წარმავალ მთავარ სიბრძნეზე ვსაუბრობ, არამედ ღვთის სიბრძნეზე ვსაუბრობ. ეს სიბრძნეც იგივე თეოლოგიური სიბრძნეც საიდუმლოებრივი სიბრძნეა და ეს არ არის სასკოლო თეოლოგია, როცა წიგნის გიჭირავს, წიგნიც უნდა გეჭიროს, მაგრამ მარტო წიგნი გიჭირავს და აჰა, ეს ყოფილა ასე და ის კიდე ისე. ეს დოგმატი ასე გამოითქმის, სხვა დოგმატი სხვანაირად, დოგმატი უნდა გაცოცხლდეს ჩვენში. ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, ღვთის განკაცების დოგმატი, ეკლესიის დაარსების დოგმატი და ასე შემდეგ უნდა გაცოცხლდეს ჩვენში და მან რეალური ძალა უნდა მიიღოს ჩვენში, როცა ჩვენ მას გულს უხსნით. ღვთის სიბრძნე ეს არის საიდუმლო და დაფარული, საუკუნეთა უწინარეს ჩვენ და სადიდებლად რო განაწესა ღმერთმა. ეს რა დოგმატებია? ეს ის საიდუმლო ღმერთის ყოფიერებაა ეს. ღმერთის ყოფიერება და ღმერთის გეგმა ადამიანის შესახებ, რომელიც კაცობრიობა მარიცოდა და აი ეხლა როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, მერე ესე იგი მაშინდელი განწესებული ახლა ვლინდება სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერც ერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა. მთავარს რატო ახსენებს? იმიტომ რომ მთავარი ჭკვიანია შედარებით, მთავარი განათლებულია, მთავარს ანუ ხელისუფლების სათავეში მყოფებზე საუბრობს ზოგადად. გლობალური აზროვნება აქვს. გლობალური გარდა ამისა, იშვიათი მანიაკალური გამონაკლისების გარდა მას უჩნდება სურვილი უპატრონოს თავის ქვეყანას, რომ იყოს კეთილდღეობა, გინდა არ გინდა ის ზრუნავს უკვე თავის სახელმწიფოს ქვეყანაზე, ანუ გლობალური აზროვნების მქონენი არიან მთავრები ამას სოფლისა, ჭკვიანები, განათლებულნი და მზრუნველნი და ნაკლებად არიან ფუქსავატნი, კიდევ ვიმეორებ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. და მიუხედავად ამისა, ვერ შეიცნო ქრისტე ვერც ერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს და ჯვარს ასვეს ისტორიულად, მაგრამ
მთელი კაცობრიობის ისტორიაში გადავხედოთ, თითქმის არც ერთ სახელმწიფოში იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც მერე მართლმადიდებულ ქვეყნებად გადაიქცნენ, უმრავლეს ქვეყნებში არ მიიღეს, ხო ვიცით. მისი უარყოფა და ჯვარცმა გრძელდება აი ამ გაგებით. რა ვერ დაინახეს, რატო ვერ დაინახეს და მერე პავლე მოციქული ამბობს, ჯვარს არ აცომდნენ უფალს, არამედ როგორც დაიწერაო პავლე მოციქული ამბობს, ითაც ხსნის, რატო ვერ ხედავენ, რაც არ უხილავს თვალს, არც მენია ყურს და არც კარს გაულია გულში. ანუ ჩვენი ადამიანური სენსორიკით ღმერთის შემეცნება შეუძლებელი. ადამიანის უგუნურობა იმაშია, მეცნიერებს ემართებათ ხოლმე ეს, რომ ესე იგი ისინი მიჩვეული არიან ყველაფერი გაზომონ და ყველაფერს შეეხონ. გესმის და ღმერთს ვერ შეეხები და ვერც გაზომავ. გესმის ვერც დროში დააფიქსირებ. ღმერთი ამ ყველაფრის მიღმაა და თავად არის ამ ყოველივე შემოქმედი. შეუძლებელია ადამიანური რესურსით, ეს რესურსი ძალიანაც რომ დაიხვეწოს უმაღლეს მეცნიერულ ტექნოლოგიამდე, შეუძლებელია ღმერთის ხილვა, იმიტომ რომ ამ რესურსით, ამ შესაძლებლობებით, ამ ტექნოლოგიით ღმერთი არ იხილვება, იმიტომ რომ ეს მიღმიერია, ყველაფრის მიღმიერია. და ამიტომაც ამბობს, არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია, არც კაცს, ესე იგი, გულში არ გაულია. და მაგრამ აი სწორედ ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, მაგრამ ის არსებობს, ის გამზადებულია ჩვენთვის. და მაგრამ საიდან ვიცით რომ ეს ასეა? თავისი სულით განგვიცხადა ღმერთმა, კვლავ მისტიკა შემოყავს. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი არის. ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი ყოფიერებს. ჩვენ ვიცით რომ მასში უნდა შევიდეთ. საიდან ვიცით? თუ არც გინახავს, არც გაგიგია, არც გზნობისმიერი ემოციური გამოცდილებით იცი. საიდან? ღვთის სულით ვიცით. გესმით, ჩვენ აქ მყოფებმა ეს ვიცით ღვთის სულით და ეს უნდა დავაფასოთ ყოველ დილას ღმერთს მადლობა უთხარით თქვენი ცხოვრებისთვის და თქვენი რწმენისთვის. გაქვთ ისეთი რამ, რომელიც აი ძლიერთა ამას სოფლისას და ჭკვიანებს, განათლებულებს, მთავრებს, გენიოსებს არ აქვთ, აი თქვენ გაქვთ, გესმით? თქვენ გაქვთ ის, რაც არ აქვთ დანარჩენ ადამიანებს. და არა იმიტომ, რომ თქვენ უკეთესები ხართ იმაზე, აი რატომღაც ღმერთმა ესეც ჩათვალა, რომ თქვენ მოგცათ. ამაზე მეტი ბედნიერება რა არის? და გვაქვს სული, საღვთო სული, რომელიც იკვლევს ყველაფერს, ღვთის სიღრმეს, ანუ საღვთო სული, საღვთო მადლი და ენერგია მიცის ღმერთის შესახებ ყველაფერი თავისთავად, იმიტომ რომ ის ღვთის სულია. და ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, ამ ქვეყნის სულში იგულისხმება ამ ქვეყნიური ყოფიერების შესაბამისი გამოცდილება, სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ინტელექტუალური, თვალით, ყურით, სმენით, გამოცდილებით, მიწიერით, ინტუიციით გნებავთ, სულ ერთია ზნეობრივი, თქვათ, ნორმების გარჩევით, რაც კი რესურსი გვაქვს, ინდისით, რაც არ უნდა გქონდეს, ხო? ეს არ არის საკმარისი და ვერ გაიგებ ვერაფერს ღმერთის შესახებ და ჩვენ რაც ვიცით, რატო ვიცით, იმიტომ რომ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც ღვთისგან არის. და რატო გვაქვს ეს სული? რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. ესე ძალიან საინტერესო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოგცა ღმერთმა. ვიცოდეთ, რა მოგცა ღმერთმა, იმიტომ რომ თუ არ იცი, რა მოგცა ღმერთმა, ვერ გექნება მადლიერება და თუ არ გექნება მადლიერება, ვერ ცხონდები, იმიტომ რომ უმადური კაცს ოჯახშიც არ უყვართ, სასმით რა შეასაქმე. აი რატომ არის ხოლმე, რომ აი ადამიანი თუ ავაზაკის ცხოვრებით ცხოვრობს და მერე გაქრისტიანდება, შეიძლება ის დღეს შენზე უკეთესი არ იყოს, ჩვეულებრივი სტანდარტული ქრისტიანი იყოს, მაგრამ რადგან ავაზაკი იყო და დღეს ანუ ან ძამძიმე ცხოვრება ქონა, გარყვნილი რაღაცუდი და დღეს რო ის შენაირი გახდა და ეკლესიაში შენს გვერდზე დგას, აი ამ კონტრასტს ხედავს და მუდამ მადლიერია ღვთის წინაშე და შეიძლება ტიროდეს კიდევაც ღმერთო საიდან სად მომიყვანე, მადლობა ღმერთს და ღვთის მადლიერი იყოს მუდამ. და შენ როცა არ ყოფილხარ ეს ავაზაკი და რაღაც საშინელი და სოციალური თვალსაზრისით დიდად არაფერი არ შეცვლილა შენში, როცა ეკლესიის წევრი გახდი, შეიძლება შენში ეს მადლიერება არ იყოს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა მივიღეთ. იმ ყოფილმა ავაზაკმა იცი, შეიძლება იმანაც არ იცოდეს, მაგრამ მადლიერება მაინც ექნება, საიდანაც არ მოვიდა. და იდეაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც ავაზაკმაც,
და როგორც წესიერმაც უნდა ვიცოდეთ რა მოგვანიჭა ღმერთმა და თუ ბოლომდე ამის გაცნობიერება არ იქნება და თუ ჩვენ უბრალოდ რელიგიური ცხოვრება გვექნება, ხო, და ღმერთის შვილობის და მადლით ღმერთობის წინა გემოსხილვა ჩვენში არ გვექნება იმის განცდა, რომ ჩვენ ღვთის ტაძარი ვარ და ღმერთი ჩვენ შიგნით არის საძიებელი და არა ღრუბლებში, გესმის და რომ მარადისობაში გასასვლელი კიბე, სადღაც კი არა მაქვს საძიებელი. არამედ მაინდა-მაინც იერუსალიმში კი არ უნდა ჩავიდე, რომ ღმერთს შევეხო, არამედ შიგნით მაქვს შესახების და მარადისობაში გასასვლელიც და რომ გარდავიცვლებით ჩემიდან უნდა გავიდე მარადისობაში, გესმით? როცა ეს ყველაფერი შენ განცდის დონეზე გაქვს უკვე, ხო, რა თქმა უნდა, იქნები მადლიერი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოგვანიჭა ღმერთმა. ასე რომ რაზედაც მსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლის სიტყვით კი არ მსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმინდისგან და სულიერით განმარტავთ სულიერს. ანუ ვერ იგებს ადამიანი, თუ სულიერად არ შეხედა წმინდა წერილს, ვერაფერს ვერ გაიგებს. იგივე ევქარისტიას, როცა ეზიარებით, აბა სულიერის გარეშე, სულიერებით თუ არ მიიღე, მადლის მიერ თუ არ მიიღე, რას გაიგებ, რა ხდება ამ დროს, ხო? ესია. და როცა ვერ ვიგებთ და როცა ადამიანი მაზიარებელი ადამიანი ეკლესიიდან მიდის ხოლმე, აი მოვა ადამიანი და თქვა გარკვეული წლები იცხოვრა ეკლესიურად, მერე წავიდა და რაღაცა მოვიდა შეაწუხა სიძიბს და მე ვუთხარი რომ ის შე რაც იყო, ის ქრისტიანობა არ იყო. და როგორ შეიძლება შენ ღმერთი ცოცხალი ღმერთი გეგზნო ზიარებაში და შენ ეკლესიიდან წასულიყავი? სულელი უნდა იყო ადამიანი. როცა შენ ეკლესიაში ღმერთს გზნო და მიატოვებ და წახვა. ხო და როცა სულელს არ გავხარ, ესე იგი რა გამოდის? არ განგიცდია, ანუ ის არ იყო ქრისტიანობა, ის იყო რელიგიურობა. ხო და ეხლა შეხედეთ თქვენ თავს, რელიგიურები ხართ თუ ქრისტიანები, გესმით? ეს თქვენი გამოცდილებით უნდა მიხვდეთ ამას. იმიტომ რომ თუ რელიგიურები ხარ და არა ხართ ქრისტიანები, შეიძლება განსაცდელს საცდურს ვერ გაუძლოთ და აქედან წახვიდეთ. ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე, ჩაუღმავდით, გაითავისეთ რა მოგცათ ღმერთმა და შესაბამისად მეტი და მეტი სიღრმე მიეცით რწმენას. მაგრამ შვინვიერი კაცი, აი ეს გზნობისმიერი კაცი, შეიძლება უკეთილშობილესი, მაგრამ შვინვიერი, ანუ გზნობისმიერი, რომელსაც სულიერი მისტიკური საიდუმლო ცხოვრება ვისაც არ აქვს. შვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთისმსულისაგან არის. ხატო, იმიტომ რომ ის ცხოვრებაში მისტიკა არ არის. არ არის, აი რაც არის ეგ არის რა, რაც ზედაპირზეა. არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთისმსულისაგან არის, არამედ სიშლეგეთ, ანუ სისულელეთ. სიგიჟეთ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა რომ სულიერად უნდა განსაჯო. რატო ვერ მიმხვდარა? იმიტომ რომ სულის განცდა არ აქვს, მისტიკურობის განცდა არ აქვს, საკრალურობის განცდა, ადამიანი რომ საკრალურს ატარებს, ამის განცდა არ აქვს. გესმით? ეს ამთავრებს პავლე მოციქული, რომ ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, ქრისტეს გონება. ჩვენ ხო გონება ქრისტესი გვაქვს. ახლა ქართულად აზრი, ძველ ქართულად გონება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ გონება უფრო სწორია. ვინ შეიცნო ქრისტეს გონება? ვინ? აი რას ნიშნავს? როგორ მივხვდეთ ღმერთს რა უნდა? გავიგე ადამიანად მოვიდა და როგორ მივხვდე რა უნდა? ჩვენ უნდა მივხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს. იმიტომ რომ მასში სულია, რომ სულმაც იგი აღადგინა მკვდრეთით, ანუ ჩვენში ღმერთია, გესმით? მისი ღმერთის განკაცების ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი არის ის, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ღვთის ტაძარი გახდე და შენში ღმერთი შემოვიდეს. ასე რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ სწორედ მისტიკურ მხარეს სულიერი ცხოვრებისა, რომელიც რა თქმა უნდა არ არის მოწყვეტილი ჩვენი ცხოვრების ზნეობრივი მხარისაგან, მოყვასის სიყვარულისაგან. როცა ჩვენ გარკვეულ საკითხზე ვსაუბრობთ, ხშირად ადამიანები აქცენტს რო აკეთებენ ამ გარკვეულ საკითხზე, ივიწყებენ სხვას. ანუ ერთი მთლიანობა და ერთთლიანობა და ჩვენ მთლიანად ვერ მოვიცავთ სიტყვაში ქრისტიანობას, ქრისტეს და ამიტომ გარკვეულ ასეთ ფრაგმენტულად ხან ერთ საკითხს შევეხებით, ხან მეორეს, ხან მესამეს და მთლიანობაში თუნდაც ის ადამიანი, ვინც ინტენსიურად დადის წირვებზე ან ინტენსიურად ისმენს ჩვენ სიტყვას, ის თავის თავში, თავის ცნობიერებაში ერთი მთლიანი სურათი უყალიბდება, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. შეგვეწიოს უფალი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.